მიმდინარე კვირის შაბათ დღეს არის გარდაცვლილი რომის პაპე ფრანცისკის დაკრძალვა. მე ამაზე მსურს გესაუბროთ. ბუნებრივია არა თეოლოგიური განხრით, არც რელიგიური, იმიტომ რომ მე კათოლიციზმის და შორს ვარ, მართლმადიდებელი ვარ, მართ არის ნომინალური, იმიტომ რომ ეკლესიურად არ ვცხოვრ, მაგრამ მართლმადიდებელი ვარ. და ჩემთვის კათოლიკური ეკლესია და შიგნით მიმდინარეობები ჩემთვის უცნობია. და მე როგორც გითხარით თეოლოგიიდან შორს მე მინდა პოლიტიკურ ჭრილში გესაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შაბათს არის დაკრძალვა, როგორც გაირკვა ვლადიმერ ზელენსკი აპირებს ჩასვლას, ასევე აპირებს ჩასვლას დონალდ ტრამპი და წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები. სამხრეთ ამერიკიდანაც ბუნებრივია, იმიტომ რომ თავად პაპე ფრანცისკი იყო ბუენოს-აირესში დაბადებული, არგენტინაში 1936 წელს და აქედან გამომდინარე, სადაც კათოლიკური ეკლესიის სერიოზული საყდენებია და საფუძვლები, ყველა ქვეყნიდან აპირებენ ჩასვლას, როგორც გითხარით, ქვეყნის ლიდერები. აქ იქნება არაფორმალური შეხვედრები, მათ შორის შესაძლოა ტრამპსა და ზელენსკის შორისაც შედგეს მსგავსი შეხვედრა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს რიტუალი, დაკრძალვის რიტუალი საერთო საქმეს წაადგეს დადებითად, მე გულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომის დაუშვათ ახალ ფაზაში გადაყვანას, სამშვიდობო ფაზაში გადაყვანას, სწორად იქნება. და თუ დაუშვათ ეს არაფორმალური შეხვედრა შედგა, კვირა ორშაბათ ჩვენ უკვე გვეცოდინება ახალი მოცემულობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა. მე რაც შეეხება თვითონ რომის პაპს, რამდენიმე სიტყვით გეტყვით, აც გარდაცვლილის, იგი წარმოადგენს იზუიტურ ორდენს, იზუიტური ორდენი დაარსდა 1540 წელს. მაშინ რომის პაპე იყო პავლე მესამე, ანუ მისი ხელდასმით და იზუიტური ორდენი, რა ორდენია, ეს ცოტა განსხვავებული ორდენია და ევროპის ფარგლებს გარეთ ახდენდა კათოლიკური რწმენის პოპულარიზაციას და გატანას. სხვადასხვა ფორმით. თვითონ იზუიტური კარდინალები გამოირჩეოდნენ გამჭრიახობით, რაღაც განსაკუთრებული უნარით, ურთიერთობისა, სიცბიერითაც კი და ითვლებოდნენ ყველაზე კარგ გამავრცელებლად. იმიტომ რომ ჩადიოდნენ მაგალითად ახალ აღმოჩენილ კონტინენტებზე, როგორც იყო ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკა და მაქსიმალურად კარგად ფუთავდნენ ამ იდეოლოგიას და ყველაზე წარმატებულად იზუიტებს გამოსდიოდა და ამიტომაც ცნობილია, რომ როცა ამბობენ, რომ ამა თუ იმ ადამიანს ან დაუშვათ სასულიერო პირს აქვს იზუიტური აზროვნება, ზუსტად გულისხმობენ იმას, რომ ესეთი კონფორმისტულიც, ცოტა ცფიერი, გამჭრიახი და ასე შემდეგ. ეს ორდენი საკმაოდ ძლიერი იყო. ყველა რომის პაპი, როგორც წესი, ამ ორდენს უზრუნველყოფდა დიდძალი ფული და შესაბამისად იდეოლოგია და დიდძალი ფული და თავის საქმეს კარგად აკეთებდნენ. თავად რომის პაპს ფრანცისკს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დონალდ ტრამპთან. იგი აკრიტიკებდა მას საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ დონალდ ტრამპს, ზოგადად მის კაბინეტს და აი მაგალითისთვის გეტყვით, როცა საავტომობილო დღესასწაულებზე რომში ჩაფრინდა ჯეი-დი ვენსი, ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების, მას ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი და ოფიციალური შეხვედრები კლავატონ მელონისთან, პრემიერ-მინისტრთან და იგი დაესწრო მესას, საავტომობილო მესას და ასევე ჰქონდა აუდიენცია რომის პაპთან. ეს რამდენიმე დღის წინ ხდებოდა და იგი უკვე დაუძლურებული იყო და როგორც ამბობენ, არ დალოცა. მხოლოდ მიულოცა, ანუ როგორც ამბობენ happy easter, ანუ ჩვენთან როგორც ახლა მაგალითად ქრისტიანს და ერთმანეთს რო ულოცავთ ხოლმე. და
გაეს იმიტომ იყო ეს უთანხმოება, რომ თვითონ ფრანცისკი იყო ლიბერალური აზროვნების პიროვნება. ანუ რას გულისხმობ? ავანგარდში იყო ამ რეფორმატორული მოძრაობისა კათოლიკურ ეკლესიაში, LGBT პრაიდს მხარს უჭერდა, მის დროს მოხდა ოფიციალურად ერთსქესიანთა ჯვრის წერა, დალოცვა და მოკლედ აი ამ ყაიდის წესს ატარებდა კათოლიკურ ეკლესიაში. და გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპმა პირველი რაც გააკეთა პრეზიდენტობის მოსვლის მეორე დღე იყო, მე მგონი გამოაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამაკაცის და ქალის და ოჯახი ნიშნავს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, ანუ მამაკაცისა და ქალის მიერ შექმნილი ოჯახი ითვლება აკადემიური გაგებით ოჯახად. და შესაბამისად რომ მის პაპს ამასთან დაკავშირებით ჰქონდა გარკვეული უთანხმოება. თუმცა რაღა გარკვეული, ხა JD Vance ვიცე-პრეზიდენტი იყო და არ დალოცა. ეხლა რას უნდა ველოდეთ? დონალდ ტრამპს სურს, აქ ესეთი სურვილი, რომ რომის მომდენო რომის პაპი იყოს ტრადიციული ორიენტაციის, ანუ ნამდვილი კათოლიკე და ტრადიციული ორიენტაციის, ანუ ესე იგი კლასიკური გაგებით კათოლიკური ქრისტიანული წესის გამავრცელებელი. თვითონ ტრამპი არ არის კათოლიკე, ის ამბობს, რომ ის კონფესიის გარეშე ქრისტიანია, ანუ არც ერთ კონფესიას არ ეკუთვნის, მას წამს ღმერთი და ასე შემდეგ, ეს შორტ აგვიყვანს ამ თემის განხილვა და მას სურს ბუნებრივია როგორც სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებს თავიანთი მსგავსი რომის პაპი იხილონ აი ამ პაპის პედესტალზე. და თუ ეს დონალდ ტრამპმა ამას მიაღწია, იქ არის რამდენიმე კანდიდატი, რომელიც ტრადიციული აზროვნებით გამოირჩევა და ძირეულ საფუძვლებს მიყვება, თუ ეს მოხდა და ამ დაგვარმა კარდინალმა გაიმარჯვა და მან დაიკავა შემდეგ რომის პაპის ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ კოლექტიურ ევროპაში, რომელიც დონალდ ტრამპს ეწინააღმდეგება, მას აი ამ კოლექტიურ ევროპაში ეყოლება ისეთი ერთგვარი ანკლავი. და როგორც სტატისტიკა აჩვენებს, კათოლიკური რწმენის, ტრადიციული კათოლიკური რწმენის მიმდევრები არიან სამხრეთ ევროპა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ესენო პირინეის ნახევარკუნძული, აპენინები და შემდეგ ახლო სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპა, ესე იგი წარმოიდგინეთ, ესე იგი საფრანგეთი, ესპანეთი, ანდორა, შემდეგ იტალია და ესე ნახევარკალად ადის აღმოსავლეთ ევროპაში და იქ არის უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და ავსტრია. და ეს ერთგვარი ალუზია ავსტრო-ვენგრიის იმპერიაზე, რომლის იდეური საფუძველიც ზუსტად რომის ეკლესია იყო. ვატიკანი, ანუ. თუ ეს ტრამპის გეგმა განხორციელდა, მაშინ როგორც გითხარით, მას რაღაცა გავლენა დარჩება კიდე ევროპაში. იმიტომ რომ მე ყველა ვიდეოში ვამბობ და ეს დასამალიც არ არის, ფაქტობრივად ყველა მედიაში თავად ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები, მაგალითად მარკო რუბიო, ამბობენ, რომ თუ მოლაპარაკება არ შედგა, ისინი დატოვებენ რუსეთ-უკრაინის ომის მორიგების ტრეკს. სამაგიეროდ აი ამ ერთგვარ სამხრეთ რკალს დონალდ ტრამპი მოახერხებს და თავის გავლენის ქვეშ დაიტოვებს. ოღონდ ეს ის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ რომის პაპის პოსტზე მოვიდა ტრადიციონალი კათოლიკე. სხვათა შორის აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ესეთი დახურული ტიპის რიტუალია, ფარული არჩევნები ტარდება და მინდოდა ეს თქვენთვის ამეხსნა, მე როგორც დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი, ასევე მასალები ვიცი მეტნაკლებად, მაგრამ ეს დიდ დროც წაიღებს და აი რომ ნახოთ რას ნიშნავს განკლავი, გირჩევთ ნახოთ მხატვრული ფილმი ამავე სახელწოდებით განკლავი, რომელიც 2024 წელს გამოვიდა შემოდგომისას
ну ეს გაიხსენეთ ბაიდენის პერიოდია და საკმაოდ კარგად გაკეთებული მხატვრული ფილმია. შინაარსობრივად და იდეურად, ну, ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ როგორც ფილმი და როგორც სტრუქტურულად გააწყობილი ფილმი, კარგად არის ეს ყველაფერი ნაჩვენები და წარმოდგენა შეგიძლიათ თუ რას ნიშნავს ეს განკლავი. და აქვე გეტყვით იქ ძალიან საინტერესო არტისტები მონაწილეობენ, Ray Fiennes, John Lithgow, Stanley Tucci, ეს სამი პიროვნება ძირითად როლში, იზაბელა როსელინის აკიქსა ეპიზოდური როლი და ასევე ჩვენ ვერა ვნინიძეს. როგორც მხატვრული ფილმი, მართლაც კარგად გაკეთებულია, ტრილერია, ძალიან კარგი საყურებელია, ну, მაგრამ იდეურად რა გითხრათ, მე არ დავასპოილერებ, იქ ჩემთვის ძალიან უცნაურად სრულდება და გასაკვირად, მაგრამ რა დროს არის ეს ფილმი გადაღებული და რა პერიოდში არ მიგვირს. ამიტომ რო არ გითხრათ ახლა როგორ მთავრდება ეს ფილმი, თქვენ თვითონ ნახეთ, ჯერზეთი გაიგებთ რას ნიშნავს განკლავი და ნახავთ როგორ სრულდება ეს ფილმი. რა შეიძლება კიდე ითქვას აი ამ ცერემონიაზე, რომელსაც ექნება ძირეული პოლიტიკური, სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა. ამ არჩევნებს, რომის პაპის არჩევნებს ელოდება ყველა წამყვანი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაციის გარდა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც იქ ჩავა წარმომადგენელი, როგორც ვიცი, კულტურის მინისტრი აპირებს ჩასვლას, კალბატონია. გვარი არ მახსოვს. დანარჩენი მთელი ევროპის ქვეყნები წარმოდგენილი არიან ფაქტობრივად პირველ პირებად და იქ მიდის ბრძოლა. ვინ გაიყვანს თავის კანდიდატს, ასე ვთქვათ, აი ამ რომის პაპის პოსტზე. აი ამ ხელმძღვანელობა აქვს, აი ამ ხელა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ვატიკანს ზოგადად ევროპის პოლიტიკაში და თამამად შეიძლება ითქვას მსოფლიო პოლიტიკაში, იმიტომ რომ სამხრეთ ამერიკიდანაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობაა ჩამოსული. მოკლედ, თვალყური ვადევნოთ, შაბათს არის ცერემონიალი დაკრძალვის და კვირას ორშაბათს, სამშაბათს უკვე რაღაც ახალი ნიუსები გავრცელდება. მე თვალს ვადევნებ ამ ყველაფერს და შესაბამისად მაქსიმალურად ოპერატიულად მე ჩემ აზრს, ჩემი ვიდეოების საშუალებით და ჩემი არხის საშუალებით წარმოგიდგეთ და მოგახსენებთ. საინტერესოა თქვენი აზრი, დატოვეთ კომენტებში, ასევე მოგიწოდებთ რომ მოიწონოთ ჩემი Facebook გვერდზე წარდგენილი ვიდეო, ასევე ჩემი YouTube გვერდი და მოიწონოთ დაალაიქოთ როგორც ამბობენ და შემდეგ დააშიაროთ, ანუ გაავრცელოთ თქვენს ახლობლებში და მეგობრებში. დიდი მადლობა და დროებით კარგად ზანდებოდეთ.